მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ მორიგ ვიდეოს, კერძოდ დარიგებების გარჩევას. ამჯერად გავარჩევთ პრინცის დარიგებებს, რომელიც არის ჩვენი გამომწერი და გამომიგზავნა ვიდეოები და დარიგებები და ეხლა ჩვენ დავიწყოთ და გავარჩევთ. მოდი პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე, ბევრი საუბრის გარეშე. პირველი დარიგება, ეს არის ევროპაბეთი. აქვე ხაზს გავუსწავლოთ, ცოტა ეგზოტიკური რუმებიც გვაქვს, აქ რაღაც ბეთლაივი, რედსტარი და რაღაც მეგონი პოკერდომი გვაქვს და რაღაცეები. რაც აქამდე არ შეგვედრია დარიგებების გარჩევაში. ლიმიტები ძირითადად არის ესე NL100 და NL50 დაახლოებით ეგეთი ექვივალენტური ლიმიტები, რასაც შევხედე და ეს ახლა ამჯერად არის NL100 ლარში, როგორც ხვდები ევროპაბეთზე, ხო? ესე იგი, გაილიმპა, ლიმპოჩი, ტუზრიანი, ბიგლაინზე ჩეკი იქნება გამართლებული და ეგრეც მოიქცა ჩვენი გმირი. ფლოპზე, კი ბატონო, აუცილებელი ფსონი გვაქვს. ესეთ ფსონს ლიდი ქვია ზოგადად და ანუ ლიმპოჩი ავიღეთ, ანუ ჩვენ თავზე ინიციატივა. თერნის ჩეკი, თერნზე რა მეორე ბარელის ეკეთება თავისუფლად შეიძლებოდა. საკმაოდ ბევრი რამე ექნებოდა ოპონენტს, რაც შეეძლო რომ გადაეხადათ უზრუნიანზე უარესი, მაგრამ ნუ დავჩეკეთ, არა უშავს, ჩეკიც არ არის შეცდომა, რა თქმა უნდა, მაინც უპოზიციოთ ვართ. პოტის კონტროლი ამ შემთხვევაში არ იქნება შეცდომა. მაგრამ მივიღეთ საკმაოდ ძლიერი ფსონი, პოტბეთი, თუ აქ ოპონენტზე ინფორმაცია არ არის, რომ დაუშვათ ამ საიზინგს ბლებზე იყენებს ან ამ საიზინგს რაღაცა სუსტი overplay hand-ებით თამაშობს, მე მგონია რომ ეს ტუზრიანი შეიძლება არ იდგეს ამ სიტუაციაში კარგად, აი ამ საიზინგთან დაკავშირებით. თუმცა ჩეკის მერე გამოდის მაინც აქ ჩვეულებრივ 2 მესამე 3 4 გამოსულიყო ჩვეულებრივ ჩეკოლი უნდა გვეთამაშა, მაგრამ აი საიზინგი მაეჭვს. ესეთი საიზინგი ძალიან value საიზინგი არის რა. მით უმეტეს რეკრეაციული მოთამაშეების ხიდან და ეხლა ოპონენტზე ის გვაქვს, ანუ მიზეზი გვაქვს რომ ვიფიქროთ რომ არის რეკრეაციული მოთამაშე, იქიდან გამომდინარე რომ ლიმპოტი იყო, კი ოვერლიმპი ქონდა ოპონენტს, მაგრამ მაგარი ალბათობით ხო, ნუ რა ვიცი. ეხლა რივერი გაგვისტრიდა და ეხლა ჩვენ გავდონქეთ. რავი, კი, ალბათ ეს დონქი აუცილებელი არის გარკვეულწილად, იმიტომ რომ ოპონენტის მხრიდან დაუშვათ რომ ყოფილიყო +5-იანი, +7-იანი ან რამეს ან +7-იანი ნაკლებად სავარაუდოა, ფლოპზე ვეგაზდი და აი +5-იანი, 7-ან 5-იანი ან რაღაც 6-ან 3-იანი ან რაღაცა მსგავსი, ანუ ხელები, ან ძლიერი ხელები, გულისხმობ ძლიერი რეინჯი, რომელიც გადონქა არა, გამოვიდა თერნზე. აქ უკვე დაჩეკავს. ჩვენ ჩეკზე საპასუხოდ დაჩეკავს. შესაბამისად მარტო ბლეფებისგან მივიღებთ სარგებელს თუ აქ დავჩეკავთ. მგონია რომ ეს დონქი აუცილებელია მაგიტომაც რა. აბა რა მოხდა? მივიღეთ ოლინი. რაღაცა ამ შემთხვევაში ალბათ უკვე ანუ ამ შემთხვევაში ალბათ კოლი მისაღებია ნამდვილად იქიდან გამომდინარე რომ რუიან ცხრიანს ოპონენტი ნაღდად არ განასახიერებს, იმიტომ რომ თერნის პოტბეთი, ან ფლოპზე ჩეკოლი და თერნის პოტბეთი რუიან ცხრიანს რატო უნდა ეთამაშა? წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ უარეს შემთხვევაში უნდა გავიყოთ აქ და შეიძლება რაღაცა უარეს ხელებით მოიძენოს ოპონენტთან, მაგალითად 2-ან 3-იანი. ან 6-ან 3-იანი შეიძლება ყოფილიყო კიდე overplay. ანუ აქ რაღაცა ინფორმაცია უნდა ყოფილიყო ამ დარიგებაში. ცოტა არასტანდარტული დარიგება იყო, ხან იქიდან გაიდონქა, ხან აქედან გამოიდონქა რაღაცა, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ალბათ მეტნაკლებად ოპტიმალურად იყო გათამაშებული. ოპონენტის მხრიდან აუცილებლად შეცდომა იყო რივერის ფუში, ან უარესი ხელი მაგ ფუშს არ იხდი და ეგ აუცილებლად შეცდომა იყო, უბრალოდ დაყრაზე უნდა ეფიქრა ჩვეულებრივად რივერზე. ეგეთი დონქმეთი რომ მიიღო, როგორც წესი ველიო ხოლმე ეგეთი 2/3 დონქმეთები რივერზე ძალიან იშვიათად არის ხოლმე ბლეფი. თუ რაღაც ოპონენტზე ინფორმაცია არ არის, ეგ დროს ყოველთვის ჯობია დაყრა. შემდეგი დარიგება, რომელიც გავხსენი, ჰედზაფია. ამას მე სერიოზულად ვერ დავაკომენტარებ, მოდი უბრალოდ უყუროთ რაღაც ტრიბეთი კოლი. ფლოპი ჩეკი. კაი, მოდი მაინც ნახოთ. ესე იგი ჩვენ ვართ ოპოზიციოთ და ლიმპის იზოლირება, ლიმპ რეიზი მივიღეთ, ლიმპ მინი რეიზი დავქოლეთ და მერე ჩეკი. მერე სონი
აქ ოპონენტი რაღაც ისეც გვაჩვენებს, რაც ტუზვალეძე უკეთესია ზოგადად ალბათ რაღაცა ტუზკაროლიან ტუზდამა წესით რავი, მაგრამ იმ 28 ლარზე ის არ ქონდა, ფოლდი მაინც არ ქონდა. ხო, ნუ გასაგებია, რივერი ისეთი მოვიდა, რომ აქ ყველაფერი გასაგები იყო. ოპონენტი ზოგადად ძალიან ესეთი ძალიან ესეთი არასტანდარტული სტრატეგიით თამაშობს, როგორც ჩანს, ჯერ ლიმპი და მერე მინტრიბეთი ეს ძალიან ესეთი ასე სუსტი გათამაშების ხაზია, რომელიც იდეაში არანაირი სტრატეგიაში არ ჯდება. ნუ მარტივად თვითონ შეცდომა არის რა, მაგრამ ნუ რავი, ჰედზაფის დარიგებას მოდი მე არ გავარჩევ სერიოზულად, იმიტომ რომ ჰედზაფს ძალიან განსხვავებული სტრატეგია, იქ რაც 100% ოპერეიზი ბატონიდან და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ კარგად არ მაქვს შესწავლილი, თუმცა სხვა ვიდეოშიც გავუწიე რეკომენდაცია, თუ იმას ჰედზაფი გაინტერესებთ, დაგპოლკს აქვს ძალიან კარგი ვიდეოები ჰედზაფ გათამაშებებზე, თვითონ იყო ერთი პერიოდი ჰედზაფის ესეთი რაღაცა ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი, ალბათ სოფლიოში საუკეთესოც ძალიან დიდი ხნის მანძილზე და ძალიან კარგი ვიდეოები აქვს. მე ნანახი მაქვს ეს ვიდეოები, მაგრამ შესწავლილი აქვს, უბრალოდ ნანახი მაქვს და ანუ მაგ უბრალოდ ნანახის დონეზე ჰედზაფ დარიგების სერიოზულად გარჩევა ჩემ მხრიდან არ იქნება გამართლებული. მივიღეთ 3.5 ბლაინდი რეიზი, ტუზები ვარ ცოლ ბლაინდზე. ტრიბეთი კი ბატონო. კოლი. აქ ჩორებივად რა თქმა უნდა ამ ფლოპზე ტრიბეთ ბანკში რა თქმა უნდა ტუზებით სტექზე თამაშობთ არ განიხილება ეს რაღაცა. აქ ხა ოპონენტი გასაგებია რომ ტუზდამით უბრალოდ ფულის გაჩუქების ხასიათზე იყოს ავარაუდოდ. 50 ბეთლაივი, ესე იგი ბეთლაივზე არის ექშენი როგორც ხედავ, მე არ მითამაშია ამ რომში. კარგი, წავედით ტუზკაროლით. ტუზკაროლი აქ ტრიბეთია აუცილებლად როგორც ხვდები. კი, გაზრდილი საიზინგით გამოდის ოპონენტი, 5 დიდი ბლაინდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტუზკაროლი მაინც აუცილებლად ტრიბეთია. ვფიქრობ არა, ანუ ტრიბეთია რა. აქაც რეიზია ეს ტუზკაროლი, აქ კოლით გაგრძელება არ შეიძლება. ეს არის მე ბორდები გამიხილე უკვე ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც ლაპარაკობ post-flop action-ზე მთლიანად, მაგრამ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებ ფლოპებზე და ფლოპზე სიბეთებზე და განვიხილე ბორდები. ეს ბორდი ისეთია, რომ ანუ ოპონენტიც ძალიან კარგად ედება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ბლოკავთ ყველაფერს. ოპონენტთანაც არის ბროდვეი კარტები, 1000 რაღაცა ტუზდამა, ტუზვალეტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდე ფლეშ დროდევს, ძალიან ბევრი გაჩოტია და წყვილი და შესაბამისად რეიზით უნდა ვითამაშოთ აქ. და თან ის არის რომ თერზე შეიძლება ძალიან ბევრი ექშენ კილერი მოვიდეს რა, რაღაც 10-იანი დამან ჯვარიდან რაღაც ეგეთი. ნუ აქ ხა უკვე როგორც იქნა დავარეიზეთ და რივერით დავფუშეთ. და რიზან მივიღეთ კოლი. კი ბატონო, ხო. ტუსამიანისგან მივიღეთ კოლი. მგონია რომ ფლოპიდან უნდა დაგვეწყო ტუსამიანისთვის ფულის გამორთმევა, იმიტომ რომ თერნი რივერი რომ მოსულიყო დავუშვეთ ან დამა ან 10-იანი, სავარაუდოდ ეს ტუსამიანი უფრო ნაკლები ენთუზიაზმით გადაგვიხდიდა. სტექს, თუმცა ისეთი ხელსაყრელი თერნი და რივერი მოვიდა, რომ ოპონენტსაც ასე ვთქვათ, ოპონენტსაც ერგებოდა იქიდან გამომდინარე, რომ კარგი კიკერი მიცა, ეხლა ამ რივერის გაწყვილებამ უკვე კიკერი მიცა და ეს აღარსაც აბსოლუტური აღარ იყო. კი, ფლეში დაიხურა, მაგრამ მაგას აღარ დაიჯერებდა. რა თქმა უნდა, ტუსამიანით რო არასწორად იყო გათამაშებული ტუსამიანი, მაგაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ, საერთოდ მაგ პოზიციიდან რეიზიც არ არის და მით უმეტეს 5 დიდი ბლაინდით. ის რეკრეაციული მოთამაშე იყო სავარაუდოდ ოპონენტი. მაგრამ ვფიქრობ, რომ მაგ ტუსკაროლით, ანუ პრეფლოპზეც, ფლოპზეც რეიზი უნდა გვეთამაშა. თერზე რო ვითამაშეთ რეიზი, ეგ სწორი იყო. მაგრამ მანამდე იყო დასარეიზებელი ჩემი აზრით რა. კარგი. პირველი პოზიციიდან რეიზი, 2 კოლი. ნუ ფლოპი მოდის ისეთი როგორც საჭიროა. 1 ბლაინდით სიბეთი. რაღაც ძალიან კრეატიული ჩანაფიქრი ჩანს. ანუ ბლოკბეტია. პრინციპში მესმის, მე არ ხმარობ ესეთ და ზოგადად არ არის სტანდარტული, მაგრამ მესმის ლოგიკა რა, დაახლოებით ალბათ შეიძლება ის არის ლოგიკა, რომ რაღაც გაგებით ფოლდეკვიტი ამ ბორდზე ფოლდეკვიტი ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ოპონენტებიც კარგად ედებიან, ძალიან კარგად ედებიან ამ ბორდს და ერთის მხრივ რომ ჩვენი ეკვიტის რეალიზება მოვახდინოთ, ზახელი არა გვაქვს და თან რაღაც ცოტა პოტიც ავაშენოთ რა. ერთი ბლაინდი. მე სტანდარტულად 1/13-ს გავიდოდი აქ, მაგრამ ან 1/4-ს, მაგრამ
ერთი ბლაინდიც ანუ თუ ოპონენტებზე გვაქვს ინფორმაცია რომ ოპონენტები არიან რეკრეაციული მოთამაშეები და მაგათთან გაივლის ეს ერთი ბლაინდი ბეთი რატომაც არა პრინციპში რა ხო მაგრამ ეს ჩანაფიქრი აშკარად არ ყოფილა ხო ეს არ ამგონია რომ სწორი რეიზი იყოს იმიტომ რომ ჩვენ ზახელი არ აქვს ჩვენ გვაქვს იდეაში მომლოდინე ხელი და სტექსზე თამაში დიდად ჩვენს ინტერესებში არაა მაშინ უნდა fold equity-ზე ვარეიზებდეთ და fold equity კიდე მაინდა-მაინც კარგი არ არის ამ ბორდზე ნუ ეხლა როცა ესეთი ტერნი მოდის კი ბატონო მაგით უკვე ყველაფერი გამართლებულია კი ბატონო აი არ ვიყავით წინ და fold equity-ც არ გქონდა ანუ აი მაგის გამიდა რა ჩვეულებრივ თან ჩვენი მიზანი იყო ამ სიტუაციაში რომ გვეთამაშა equity-ს რეალიზაციაზე რა ხო კი აგრესიულად მომლოდინე ხელის გათამაშება ძალიან კარგია მაგრამ მან ცოტა fold equity უნდა გეხმარებოდეს საწინააღმდეგო შემთხვევაში დიდი აზრი არ აქვს ხოლმე ან რაღაცა სანაცე პოტენციალის ის როცა გაქვს ან ხო რა როცა სანაცე პოტენციალის დროუ გაქვს მან კიდევ უფრო გამართლებულია ხოლმე რა აგრესიული გათამაშება მაინც მე მგონია რომ ზედმეტი იყო ის რეიზი უბრალოდ კოლით შეგვედოთ აგვიყვანა ეგ ხელი საბოლოოდ მაინც ვითამაშებდით ტექსზე რა არა უშავს რა ეგეთი ძლიერი ხელი გიჭირავს იდეაში ნებისმიერი გათამაშების ხაზი შეიძლება გაამართლო რა ძნელია შეცდომის დაშვება როცა გაქვს მაგდენი აუტი რამდენიც აქვს ორხრივ სასრიტეც და საფლეშეც და თუნდაც რო არ იყოს ნაცი. კარგი დოზალეთი ტრიბეთი საკმაოდ ისეთი საკმაოდ სწორი ტრიბეთი აქედან მივიღეთ ფორბეთი და დავქოლეთ ფორბეთი ერთფერს დოზალეთით. ეს ქმედება ზოგადად სოლვერით არის საკმაოდ გამართლებული. ფორბეთის დაქოლვა ერთფერის დოზალეთით. პრაქტიკაში როგორ მუშაობს ეს მეორე საკითხი აქ ოპონენტი რას გაფორბეთებს რა გააჩნია რა მე ზოგადად შემიშნევია რომ ცოტა ტაიტი ფორბეთები აქვთ რეგულარებს ვიდრე სოლვერს თუმცა ერთი ფერის დოზალეთით ფორბეთის დაქოლვა ანუ შეცდომაში არ შეიძლება ჩაითვალოს მოდი მაინც ის სოლვერში შევხედოთ სოლვერი მომზადებული მაქვს თუ რამეა ეს ბლაინდი წინააღმდეგ არის თამაში მან ბლეფ ფუშით შეიძლება თუ ფიქრობ რომ ლუზურად გაფორბეთებს ოპონენტი big blind-დან რეიზი small blind-დან ფორბეთი ცოტა დიდი საიზინგი იყო მაგრამ ერთი ფერის დოზალეთ 100% შემთხვევებში ქოლავს 100% შემთხვევებში სოლვერი ქოლავს ცოტა დიდი საიზინგი იყო მაგრამ მაგას არ აქვს ნიშნობა 23 ბლაინდი იყო ჩვენთან აქ 21-ია ხო, ანუ აი ფორვერდის რეინჯი რა აქვს small blinds. აი აქ ხედავთ ალბათ რამხელა რეინჯი აქვს, ნახე? და აი ხა სხვადასხვა ბერძნულათიანი და აი ეს მთელი ტუზიქსები და აი ეს მთელი ბროდვეი ფორვერდში რამდენად არის ხოლმე აი საკითხავია რა. მეორე მხრივ ტუზვალეტი ბლევსე დასაფუშად ცოდვა რა ბლევსე დასაფუშად ხო რა ჯობია ცოტა ისეთი ჰენდები იხმარო აი მოდი აბა სოლვერი რას გირჩევს ხო აი ტუს5-იან ტუს4-იანს გირჩევს ბლევსე დასაფუშად ეს 10-იანი ვალეტები დამება ესენი ხა უკვე ბლევ ფუშები აღარც გამოდის ანუ ველიუ ფუშები გამოდის და სხვადასხვა ფერის ტუს დამაზღვადოს კიდე ბლევ ფუშისთვის და დანარჩენი აი ეს ჰენდები კიდე ტუზებიანად ფორბეთის ხოლში მიყავს რა ხო კი ბატონო ძალიან ისეთი სტრატეგიული კოლია თუმცა საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვხვდები ანუ აუცილებლად ხაზი მეგავთოთ იმას რომ როცა ესე სოლვერის მიხედვით ანუ ფორბეთ პოტში ვართ ტუზ ვალეტი თუ პოზიციოთ არ არის ადვილი სიტუაცია ნამდვილად არ არის ადვილი სიტუაცია ამიტომაც ხო თუ მოკლედ აი მაყურებლის საყურადღებოდ რა თუ დავუშვათ ოპონენტზე გაქვთ ინფორმაცია რომ დავუშვათ ან ძალიან ძლიერ რეინჯით აფორბეთებს ანუ ტაიტი ფორბეთი აქვს შეიძლება დაყარო და თუ პირიქით ძალიან ლუზური ფორბეთი აქვს ან ფუშიც არ იქნება შეცდომა დავუშვათ ბლეფ ფუში რა კოლი სტანდარტია მაგრამ ცოტა პოსტლო გათამაშებაში თავს თავდაჯერებულს მოგზავნებდი რა ეგეთი თემაა რა აი მე თერზე რა ექშენი იყო თერზე ძალიან პატარა საიზინგით აგზელებს ოპონენტი
აგრესიას მე მგონი call იქნება სტანდარტი ნამდვილად. იმიტომ რომ raise მან სავარაუდოდ რაღაცა კაროლებს დამებს რაღაცას გავსენდებს და აყრევინებს და ტუს კაროლს ტუს დამას რაღაცას გავსენდებს და ვერ დააყრევინებს შესაბამისად აზრი არა აქვს რა. აი ეს raise ხა აქ რა sizing-ის raise-ს მივეცით. ძალიან პატარა sizing-ია და სავარაუდოდ ჩვენი გვირი რაღაცნაირად აი ისევ კაროლები დამები ვალეტები რაღაცა დაახლოებით ეგეთი ჰენდისგან ან მათ შორის რაღაცა კაროლ ვალეტი რაღაც ეგეთისგან call-ის მიღების გამო გააკეთა ეს sizing-ი ალბათ რა. პრინციპში გასაგებია, ცოტა არასტანდარტულია, მაგრამ გასაგებია. River-ის ხო და აი მიიღო კიდევაც აი კაროლად გადშოტისგან მიიღო კიდევაც value რა. River-ის დაფუშვა შეიძლება მეთქი უნდა მეთქვა, River-ის დაფუშვა აუცილებლად შეიძლებოდა ოპონენტმა ამ თავის გათამაშების ხაზით, აი ძალიან სუსტი გათამაშების ხაზით გვაჩვენა რომ ტუსკაროლი არა აქვს, მარტივად რო ვთქვათ და შესაბამისად აი ამ River-ზე ფუშით შეგვეძლოთ ჩვენ რომ დავუშვათ ცოტა უხერხული გადაწყვეტილების წინაშე დაგვეყენებინა რაღაც 2 დამა 2 კაროლი რა დავუშვათ და რიგ შემთხვევებში შეიძლება call-იც მიგვეყო რა. River-ი მე მგონი ამ დარიგებას დასაფუში არის რა. კი ბატონო და River-ამდე ძალიან გადასარევად არის გათამაშებული რა. აი ეს raise-ი, turn-ის raise-ი, აი ეს პატარა size ესეთი მიკრო თვითონ ოპონენტი რაღაცა მიკრო sizing-ით გეთამაშებოდა, ჩვენ ესეთი მიკრო sizing-ით დაურეიზეთ. ერთის მხრივ ძალიან ესეთი ძალა ვანახეთ, ძლიერი ხელი ვანახეთ, მაგრამ მეორე მხრივ ესეთი კარგი შანსები მივეცით, რომ აი გადშოტით მოუწია რომ გადაეხადა რა. თუმცა ცოტა მეტი შეიძლებოდა, იმიტომ რომ თლად მათემატიკურად მომგებიან სიტუაციაში ხوار ჩავაყევოთ გადშოტი და მაგაგები ცოტა მეტი შეიძლებოდა. ზოგადად უნდა აღვნიშნო რომ მართლა უკვე რავი რა დარიგებებიც ჯერჯერობით ვნახეთ, საკმაოდ საინტერესო დარიგებებია. ესე იგი, აი პოკერდომი, რუბლებში ვთამაშობთ, ეს არის NL50, ანუ იდეაში NL5000-ია, ანუ მაგრამ რუბლები რახან არის, ანუ 25-50-ზე ბლაინდები რო არის, რუსები ამას NL50 ეძახიან, ან დაახლოებით $40 ეკვივალენტია ეს ლიმიტი რა. თამაშობთ რუბლებში, full suni არ აქვს, ეს მე მგონი ვესპასიანეს ეკუთვნის ეს სიტყვები. ვესპასიანე ეს ძირითადად ტოპ რეგულარებს ვაციტირებთ ხოლმე, მაგრამ ამჯერად რომის იმპერატორი ვაციტირეთ. და კარგით, რუბლებში ვითამაშოთ, წავედით. Raise. მატრიბეთის call-ი. ერთი ფერის დოზვალედი, ნუ გასაგებია. პოზიციაში call-ია, რა თქმა უნდა. აჰა. ნახე როგორი sizing-ი იხმარა? მე ამ sizing-ს არ გავუწევდი არანაირ რეკომენდაციას. min raise, ანუ 2x-ი ტრიბეთი არ გამოდა raise, check raise, არ გავუწევდი რეკომენდაციას. დიდ კი პოდს აშენებს ცოტათი ეს sizing-ი, მაგრამ ერთი ამ ქმედებას რეკრეაციული მოთამაშეები აკეთებენ ხოლმე. ძალიან ძლიერი range-ებით, შესაბამისად ოპონენტს ძალიან ძლიერი range ანახებ ამითი და მეორე მხრივ კიდე ისეთ კარგ value-ს ვერ იღებ რა. მაგას ისევ დაკოლაჯობია და უფრო თუ დამალვაგინა ხელის. თუ არა და ჩვეულებრივი 3x-ი, 3.5x-ი raise რა. რა პრობლემა? ნუ turn-ი გასაგებია რომ ვაგრძელებთ აგრესიას. River-ი გასაგებია რომ ფუშია რა. ჩემი აზრით ფუშია და აქ ჩვენ არ ფუშავთ, ხო როგორ ჩანს, ხო? სტეკი გვაქვს დაახლოებით ძალიან კომფორტული ფუშის რა. ძალიან კომფორტული ფუშის სტეკი გვაქვს და ესეთი პატარა sizing-ით რატო? ალბათ ხო, ტუს დამა. რავი, მე მგონი აქ ფუში გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა. და ტუს დამისგან სავარაუდოდ ნუ თუ ტუს დამას ველი უბეთებდით, რა თქმა უნდა, ფუში იყო რა. დანარჩენი რა ვიცი რა. აი ეს მირეიზი არ მომეწონა, სიმართლე რო თქვა. აი ეს მირეიზი. პოზიცია გვაქვს, შეგვიძლია უბრალოდ დავქოლოთ ფლოპი. თუ პირდაპირ გვინდა რომ გავზარდოთ ფსონები, შეგვიძლია გავზარდოთ, მაგრამ ვალეტი არ არის ის კიკერი, რომლითაც ძალიან პოტის გაბერვა იქნებოდა სასურველი რა. უბრალოდ დაკოლა შეიძლებოდა.
და მე როგორ თერზე გადაწყვეტილების მიღება. ისევე ევროპაბეთი, ტრიბეთი, ეს N300 არის, ხო, N300. მივიღეთ ფორბეთი, აი სხვადასხვა ფერის ტუზათიანით. ეს რა პოზიციებში ვართ ბოდიში? ბლაინდზე? ხო, ეს ეტყობა სითაუთში, ხო, გასაგები. სხვადასხვა ფერის ტუზათიანით, აი ფორბეთის დაკოლვა აქ. მოდი ესეც ამასაც სოლოსში შევხედოთ ისევ რა. ნამეტანია. ანუ არ არის ფორბეთში. სხვადასხვა ფერის ტუზათიანი უბრალოდ არ არის. არ თამაშობს ეს ჰენდი. ეს იგივე სიტუაციაა, რაც შევიყვანი ისე ბლაინდის წინააღმდეგ, small blind-ის ფორბეთი და big blind. აგერ არის სხვადასხვა ფერის ტუზათიანი. ძალიან სუსტი ხელი. ზოგადად ისეაც, ანუ სხვა სიტუაციებშიც, ანუ სხვადასხვა ფერის ტუზათიანი შარის მომტანი ხელია რა ზოგადად რა. ტუცხრიან ჯობია, მაგრამ ეს კოლიც არ მომწონს. და A-side-ზე დაკოლავს უეჯვარი. გასაგებია. აქ ეხა პოსტზე რა დინამიკაც იყო. დანარჩენი გასაგებია flash draw-აც და ოპონენტს ან თავიდან უნდა ქონოდა რაღაცა პრემიალური დიაპაზონი, ან დავუშვათ ბლეფი. ან რაღაც პოლარიზებული რეინჯი ქონდა რა. და ალბათ ინფორმაცია ქონდა ოპონენტზე ამ შემთხვევაში, რომ ოპონენტი ძალიან, ასე ვთქვათ, აგრესიულად თამაშობდა და აგრესიულად და ასე ვთქვათ, ლუზურად და მაგრამ აი სხვადასხვა ფერის ტუზათიანი მაინც აქ ვფიქრობ, რომ რიგ ბლეფებთანაც აგებდა რა, მაგალითად ტუზვალეთთან ან ტუზდამასთან ან რაღაც ეგეთთან რა. ყველაზე კაი ბლეფკეტში არ იყო, თუმცა დაიგება მართლაც ეფექტური გამოვიდა. ეს არასრულ სტეკებშია თან თამაშები ეს დაიგება. არასრულ სტეკებში სხვადასხვა ფერის ტუზათიანით ფორბეთის დაკოლვა არ მგონია სწორი იყოს. მით უმეტეს არასრულ სტეკებში რა. თუ მაგალითად ოპონენტს სვავ, რომ ძალიან ლუზური მოთამაშე არის და ძალიან ლუზურად გაფორბეთებს, მაშინ ფუში ტუზათიანით ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ტუზათიანზე კარგი ხელიწყო მოდის პოკერში რა. მინიმუმ ერთი ფერის ტუზათიანი. კარგი. რეიზი, პოკერდომი, ისევ რუბლები. ბატონიდან მოდის ტრიბეთი. მე მგონი ეს არ არის აუცილებელი კოლი. მოდი შევხედოთ მაგასაც. როგორც მე ვფიქრობ, არ არის აუცილებელი კოლი, UTG რეიზი ავიღოთ და ბატონიდან ავიღოთ ტრიბეთი. ტუზ-6-იანი გვეჭირა? ტუზ-6-იანი გვეჭირა. ტუზ-6-იანი ფოლდია. პატარა სიხშირით არის ტუზ-4-იანი, ტუზ-5-იანი და ტუზ-8-იანი კოლში, მაგრამ ნუ იდეაში აქ იგულისხმება, რომ მარტო კოლში კი არა და იმაში ბლეფ ფორბეთშია და ესა ხო, ტრიბეთის კოლი თითქმის არ არის. თითქმის არ არის რა UTG-ზე. ხო. ეხლა მივხვდი. არა, უკაცრავად ეს SP არის, უკაცრავად. აი UTG. ხო, ტუზ-6-იანი მაინც კოლია. მაინც ფოლდია კაც. ტუზ-6-იანი მაინც ფოლდია, აი პატარა კოლი არის ტუზ-5-იანი, ტუზ-4-იანი, როგორც წეღან თქვი, მაგრამ წეღან ისე ბრმათ ვამბობდი და ეხლა აქ მართლა ხატია. ხო. და ნუ ზევით აი ბროდვეი ჰენდებში არის რაღაცა კოლები და ჯიბის წვილები რა. ტუზ-6-яნის ტრიბეთის დაკოლვა უპოზიციო, ზოგადად უპოზიციო ტრიბეთების დაკოლვა, ვინც ჩემარხს უყურებს, იციან რომ ხო, მე არ მიყვარს და არც თქვენ არ გირჩევდით და გავაგრძელოთ ეხა ყურება. ეხა ესეთი ფლოპი როცა მოდის გასაგებია. რეიზი მომწონს. აქ ფოლდეკვითიც არის. ფოლდეკვითის გარდა კიდე შემდეგ ქუჩებზე ბევრი საინტერესო რაღაც მოფიქრება შეიძლება. მით უმეტეს როცა მოდის ფლეში. რომც არ მოსულიყო ფლეში და მოსულიყო რამე სხვა, აქ თერნის დაფუშვა ჩვეულებრივად შეიძლებოდა, მაგრამ ხო, ანუ ეხა ხედავთ ყველა, რომ ისეთ კარგ სიტუაციაში არ აღმოჩნდით იმითი რა, უპოზიციო ტრიბეთის დაკოლვით.
ეს ფლეში უფრო იშვიათად მოვა, ვიდრე არ მოვა, შესაბამისად ოპოზიციად სუსტი ხელით თამაში, თუმცა გააჩნია ოპონენტს გააჩნია, რა თქმა უნდა. ოპონენტით ბევრი რამე იხსნება ხოლმე პოკერში. მინრეიზი, აქ ტრივეთი ყველა ვარიანტში. კოლი ხა ბევრი ტყუა სასწაული შეცდომაა, მაგრამ სხვადასხვა ფერის კაროლდამას მე აუცილებლად გავუშვები ტრივეთში რა. მოდი ეგეც შევხედოთ მაგათაც სოლვერიდან. თუმცა სოლვერმა დაკოლეო, ანუ ის არისო რა. უფრო ხშირად კოლავს ვიდრე ატრივეთებს. სხვადასხვა ფერის კაროლდამას, მაგრამ აქ ორნახევარი X-ია, რეიზი, იქ მინრეიზი იყო. მე მაინც ტრივეთი მირჩენია big blind-დან. რა ძლიერი ხელია, რატო უნდა ვანახო ფლოპი ტიპს, რომელსაც აქვს აი ეს რეინჯი რა. აი ამ რეინჯს რატო უნდა ვანახო ფლოპი, როცა მიჭირავს ძალიან ძლიერი ხელი. ამ შემთხვევაში მე სოლვერს ვეწინააღმდეგები და მე აქ ტრივეთი მირჩენია სხვადასხვა ფერის კაროლდამი. თუმცა შეცდომა ნამდვილად არ არის სოლვერი იმას შევა. კოლავს. ხშირად კოლავს, ხანდახან ატრივეთებს, მაგრამ ხშირად კოლავს. შემდეგ პოსტლობზე ნახოთ ექშენი. მოვიდა ფლოპი, რა თქმა უნდა. მივიღეთ ხო, გაგრძელებული აგრესია 1/13 სტანდარტული. პირდაპირ და რეიზი, რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი კარტი და მივიღეთ და დავაჩეკ რეიზეთ? არა, გავაგრძელეთ აგრესია და მივიღეთ რეიზი. აქ რაღაცებს კარგად ვერ ხედავ ეს, ჩქარჩქარა მიდის ეს ვიდეო. მივიღეთ რეიზი. მე მგონი არაფერი საშიში ამ რეიზში არ უნდა იყოს. ერთის ხრივ. თუმცა სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ოლინი გასაგები, ისე ძლიერი ხელი გვაქვს, რომ გასაგებია რა. რა შეიძლება მოვიფიქროთ. ამას ეხა ბატონის ოფენ რეიზში აქვს, რა ვიცი, კაროლ ექსიანიც, კაროლ ორიანიც, რასაც შეიძლება დაუშვათ ფლოპზე შეკრეიზი დაეკოლა. კაროლ ორიანს არ ამგონია, მაგრამ კაროლ ექსიანს შეიძლება დაეკოლა. თუმცა ექსიანებიც აქვს, ორიანებიც აქვს და ორი კაროლიც აქვს იდეაში, მაგრამ ორი კაროლი შეიძლება ფლოპზე უფრო აგრესიულად გაეთამაშებინა. მაგრამ უფრო ხშირად ალბათ არა, ზენი სათქმელია. ოპონენტმა ძალიან ისეთი ძლიერი რეინჯი გვაჩვენა რა. თუ ოპონენტზე აქ რაღაც ინფორმაცია არსებობს, რომ ოპონენტი ძალიან აგრესიულია, ხო, გასაგებია ყველაფერი. გასაგებია. თუ არა და აქ უბრალოდ კოლი შეიძლებოდა და მე რივერზე გადაწყვეტილების მიღება რა. ფლეშ დროებია, გასაგებია, ბევრი ფლეშ დროებია, მაგრამ ჯერ ერთი ჩვენ გვიჭირავს კაროლ გული და მეორე ერთი კიდე ფლეშ დროები რავი, ეს თერზე რატო უნდა გააქტიურებულიყო, რავი, ფლოპზევე მოეფიქრებინა რამე. აბა რა ეჭირეთ, საინტერესოა. ხო, თქვი აი რაღაც ორ დამაზე არ დავსვი ნახდად რა, მაგრამ ვიცოდი რომ რაღაცა ძლიერის დემონსტრირებას ანუ რაღაცა ძლიერის ხო რა, რაღაც ძლიერ ხელს გვაჩვენებდა რა, მაგასაც კარგად მივხვდი. თუმცა ახლა რივერი თუ ესეთი მოვიდა, კი ბატონო. ეგეთი რივერი დადეთ ხოლმე და დანარჩენი პრობლემა არ არის. წავედით რეიზი, დულდამა. და ესეთი ხელია, ჩემ რაღაცნაირად აი სხვადასხვა ფერის დულდამა არის ეს რაღაცა casual ძლიერი ხელი რა. თითქოს უფრო ხშირად მოდის ვიდრე სხვა კარტები. სიბეთი ძალიან კარგი საიზინგი, მე ძალიან მოწონს ეს საიზინგი. აქ რაღაცა სასტრიტებს და ნუ სტრიტებს და ასეთებს რაღაცებს ჩვენ ბლოკავთ და ესეთი დიდი საიზინგით ჩვეულებრივად თენზე მოვიდა ჩვენი კარტი. იდეაში რასაც ალბათ ვისურვებდით. ფლეშიც არ დაიხურა არაფერი და დონკვეთი მივიღეთ. არა, დონკვეთი არ მივიღეთ. ჩვენ ჩეკის მერე ეს სუმერევა, ისე სწრაფად ჩეკავს ეს ევროპაბეთის თუ პოკერდომის სოფტი, რომ ვერ ხედავ ხოლმე ამ ჩეკს. კი ბატონო, ანუ პოზიციით ჩვენ ვართ, დავჩეკეთ, მივიღეთ პოტბეთი, რაც მე ვაფიქრებინებს რომ ოპონენტთან საკმაოდ ძლიერი ხელი იქნება ხოლმე და რიგის შემთხვევებში იქითაც იქნება დამა. შესაბამისად ვფიქრობ რომ აქვე რო წამოვიღოთ სტეკზე
წამოვიყვანოთ სტეკზე ოპონენტი. საკმაოდ მისაღები იქნებოდა რეიზი ჩემი აზრით. ისევ ეს მინიმალური რეიზი, რაც არ არის იდეაში ჩემი აზრით ოპტიმალური 3x-ი ჩვეულებრივად, ან 2.5 x-ი ამ შემთხვევაში რახან დიდი საიზინგით თამაშობდა ოპონენტი, იქნებოდა უფრო გამართლებული. ნუ მივიღეთ ფუში. ხო, ოპონენტთანაც არის დამა, კი ბატონო. ხლიანობაში რომ პრინციპულად სწორად არის გათამაშებული, მაგრამ აი ეს თერნის მინ რეიზი, მაინც ეს პოლსკი რეიზები მაინც მე არ მომწონს. ან რავი, თუ მე არ მესმის, თუ რამე განსხვავებული, ასე ვთქვათ, ეფექტი აქვს მაგ პოლსკი რეიზებს და მე არ მესმის, გეხვეწებით რომ კომენტარებში დამიტოვეთ ვინმე თუ ასე ვთქვათ, რამე მაგ პოლსკი რეიზებთან დაკავშირებით იდეები გექნებათ. კი ბატონო, 6-იანები რეიზი. ტრიბეთის ქოლი. პოზიციაში შეიძლება კი 6-იანებით, აუცილებელი ალბათ არ არის, მაგრამ შესაძლებელია. მოდი შევხედოთ მაგალითად სოლვერში რა პრობლემაა ჩვენი რა მიდის. UTG რეიზი, small blind ტრიბეთი, big blind foldi და 6-იანები. კი ბატონო, პატარა ქოლის შესაძლებლობას იძლევა. ძირითადად ყრის, მაგრამ პატარა ქოლის შესაძლებლობას იძლევა რა. აი ოპონენტიდან გამომდინარეობს დიდწილად რა. დიაში სტეკებიდან გამომდინარეობს, ცოტა დიპ სტეკები თუ ხართ, უფრო მეტი мотиваცია გექნება ქოლისთვის რა. თუ ოპონენტი ესეთი კარგი პატიოსანი გადამხდელია პოსტ-ფლოპზე, ეგ კიდე დამატებითი мотиваცია. ეხა ესეთი ფლოპი როცა გვეცემა, ძნელია არასწორად გათამაშება. რა თქმა უნდა, ზონი 1/13 აბსოლუტურად ნორმალური საიზინგია, მეტი შეიძლებოდა, ჯობდა მეტი უფრო, ალბათ 2/13, 3/4 იქნება გამომდინარე, რომ მაინც ასე თუ ისე მოსადებად ძალიან ისეთი ფლოპია რა. ფლეშ დროდევს, გადამული 2 ოვერკარდი არის, ბროდვეი კარდი არის და მე მგონი რომ ცოტა დიდი საიზინგს აიტანდა ფლოპი თერნიც. ნუ რივერი უკვე ოლინი იქნებოდა, მაგრამ რივერზე უბრალოდ ეხა ჩვენ ორი ბანკის დაფუშვა მოგვიწია და ცოტა დიდი საიზინგები რო გვეხმარა, რივერი ან დიდი ფუში აღარ მოგვიწევდა, თან ფლეშ დროებისგან თავს უფრო უკეთესად დავიცავდით და მშვენიერი იქნებოდა. მაგრამ თუ ეხა ესეთ რივერს გვიდებდა, თუ იცოდით რომ ესეთ რივერს გვიდებდა, კი ბატონო. აჰა, თურმე ოპონენტი ძალიან ძლიერი ყოფილა, მაგრამ ნუ ეხა ამას ჩვენ ასეთი ხელის წინააღმდეგ ვერცად ვერ გავიქცეოდით, მაგრამ მეორე მხრივ ის კაროლიქსები, ის დამაიქსების ფლეშ დროები, ოხრივი სასრიტეები, ვალეტათიანები იქნება თუ რა იქნებოდა, უნდა წამოგვიყვანა აუცილებლად ბოლომდე სათამაშოთ. 2 დამა, რეიზი, ქოლი. აქ მე ვფიქრობ, რომ მეორე ბარელი აუცილებელი არ არის, შეიძლება დავჩეკოთ და რივერზე მივიღოთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ესეთი თერნი მოდის. არა, პრინციპში არა, ვცდები, არა. მეორე ბარელი კი ძალიან კარგი მეორე ბარელია, ნამდვილად. უბრალოდ გადავახტევინოთ თვალეთს და რივერი ჩეკით წავიღოთ რა, დაახლოებით აი ესეთი სტრატეგია რა. თუ ტუზი მოუვიდა ოპონენტს კიდე იმას კიდე გაუფუჭებ რა, იმიტომ რა რივერზე დაჩეკვით და ეგ იქნება რა. და თუ დამას დავიჭერთ რივერზე კიდე და ხო დავფუშავ. კი ბატონო, მეორე ბარელი კარგი იყო. კარგი მეორე ბარელი იყო. საიზინგიც კარგი იყო. სადავიდა. ენელორასი მინ რეიზი, ქოლი. ტოპ 2 წვილი. რეიზის 2 რეიზია. კარგი ოვერბეტია თენზე, მომწონს. და ეს დონგფუში არ მომწონს ოპონენტის მხრიდან, მაგრამ ვაირო დაკოლა მოგვიწევს, იმიტომ რომ ფლეშ დროაც და ბევრი ფლეშ დრო ტუზიქსი იყო მომენტ, შეიძლება მოედო რაღაცას. მაგრამ მეორე მხრივ კაროლ ვალეტი დაიხურა. იქ რაღაც რენდომ ტუზ-4-იანი ან ტუზ-10-იანი ან რაღაც ეგეთი შეიძლება იყოს ოპონენტთან. მოკლედ ბანკთან მიმართებაში ხა ისეთი ფუშია, ნახევარ ბანკს ფუშავს ოპონენტი, რომ დაახლოებით 25% შემთხვევებში რომ მოვიგოთ, გამართლებულია ჩვენი მხრიდან ქოლი, მაგრამ მაინც აი ოპონენტზე გავაკეთებდი აქ სწორებას რა. თუ ოპონენტისგან აქ ველოდები ესეთ სიტუაციებში
რაღაც უაზრო ფუშებს დავქოლავდი და თუ არა და დავყრიდი რა. დაყრა ამ ხელის შეცდომა ნამდვილად არ იქნებოდა. კიდე უკან ოპონენტს რაღაცა დაუტოვებია? ხო, ეს ვერ დავინახე. ეგ არა უშავს, ქოლი ჯობდა, ოლინს ქოლი ჯობდა. ნუ არაფერი არ იყო იქ უკან ისეთი, მაგრამ ოლინი აქ ნაღდად არ ქონდა რა. ეგეთი ძლიერი დონფუშის მერე. ფუში არ იყო, მაგრამ იდეაში რაც იყო რა. ოლინი აქ ნამდვილად არ იყო. ეს რივერი. ზოგადად ორი წყვილი, აი ამას ვიტყვი რომ ორი წყვილი აი ესე ვაკუუმში რო თქვა რა, ესე ძალიან გადაჭარბებით დაფასებული ხელია რა. ისე ძლიერიც არ არის, როგორც ზოგჯერ მგონია ხოლმე რა. NL 200, რეიზი, მინტრიბეთი და cold forbeti აქედან. ვფიქრობ რომ ცოტა გადამეტებული ფორბეთია, დაკოლა შეიძლება და ესე კომფორტულად, ოპონენტი რაღაც ძალიან ძლიერი რეინჯის დემონსტრირებას აკეთებს, მცხიანებით აქ ქოლით თამაში უფრო გამართლებული იქნებოდა ჩემი აზრით. ეხლა გასაგებია რომ იქ დინამიკაში რაღაც ინფორმაცია იარსებებდა ოპონენტზე და შეიძლება ოპონენტი ძალიან ლუზურად თამაშობდა და პირიქით სტეკზე წამოყვანა უნდა და ცხრიანებით. ეს გასაგებია, მაგრამ ისე ვაკუუმში რა. ნუ აქ ეხლა გასაგებია ყველაფერი ქოლი, რეიზი, ფუში რამე რომე ჩვენთვის მისაღებია აბსოლუტურად. ნუ კაროლათიანი, ნუ გასაგებია ოპონენტი კაროლათიანი თუ ესე თამაშობს, ხო. შეცდომა რა თქმა უნდა, ამას დამატებითი დიდი ახსნა განმარტებები არ ჭირდება. რედსტარი, ჩავართოთ რედსტარი. ამ დარიგებას უყურე. ღია კარტი გვაქვს, ღია კარტიც. ესე აჩვენებს რედსტარის ისა, რეპლეერი. ეს რედსტარი ისეთი რომია, რომ აი მიფიქრია მეთქი ხო არ გადავიდე მეთქი რედსტარზე რა. იმიტომ რომ ეს არის ქსელი, დიდი აიპოკერი, რომელშიც ძალიან ბევრი რომი ერთიანდება და ძალიან დიდი ექშენია რა. თითქოს 24 საათია ექშენი, სტატისტიკა, ასე ვთქვათ, დაშვებულია ამ რომში. მაგრამ აი რაღაც ისეთი ქაოსია ლობიში, რომ რაღაცნაირად ვერ გავუგე რა და ვინმე თუ ხართ, აი ჩვენი გვერდს ამ შემთხვევაში და კიდე სხვები ვინმე თუ თამაშობთ რედსტარზე, დაწერეთ კომენტარებში თქვენი დაბეჭდილებები და ძალიან გამახარებს მაგით. კაი, ეხლა აქ რა მოხდა დარიგებაზე. კაროლ ვალეთს ვეთამაშებით, კაროლ დამით. მინ რეიზი. ქოლი. შეიძლება კი ბატონო, MP რეიზის წინააღმდეგ კაროლ დამა ქოლით მივიღოთ. თან ერთი იყო, ერთი ქოლერი თუ იყო, აქ სკვიზი მირჩევნია მაშინ რა. სკვიზი მირჩევნია ორი კაცის წინააღმდეგ კაროლ დამის ქოლით შეყვანას. რეიზი მომწონს ფლოპზე. დამა მომწონს თერზე. დონკი არ მომწონს. დონკი არ მომწონს. იმიტომ რომ ძალიან ძლიერები ვართ, ვაცადოთ ოპონენტს თვითონ გამოვიდეს, ცოტა პოტს მიებას, ბევრი ფლეშ დროები ექნება, ბევრი კაროლიქსები ექნება და ყველა არ შევაშინოთ რა. ჩეკრეიზი უფრო მომეწონებოდა რა, ვიდრე დონკი. კი ბატონო, აგერ ოპონენტმა თვითონ გადაწყვიტა, ფულის გადახდა და ჩვენ ხო, აი ეს არის რანი თვაისი. ეს ჩვენ რომებში რატომღაც არ არის, ევროპაბეტსი არის, მაგრამ ნუ ევროპაბეტსი არავინ არ თამაშობს სამწუხაროდ. აი ამ რანი თვაისებს ვისურვებდი ჩვენ რომებშიც იყოს, და დისპერსიას ამცირებს ძალიან რა. ამჯერად ორივე რანი მოვიგეთ. შემდეგი. ვალეტები NL 300-ია ისევ. რეიზი ძალიან არაფერი NL 300 უცებ შემეშა ძალიან დიდი საიზინგით დაატრიბეთ ამეთქი და მეთქვა, მაგრამ არა NL 300 რო ეხლა გამახსენდა, უკაცრავად NL 300 მეგონა. ნუ ტრიბეთი, cold forbeti ვალეტებით ალბათ ყველაზე გამართლებული ქმედება იქნება ამ სიტუაციაში და აი ესეთ დინამიურ პოზიციებში ვალეტების სტეკზე თამაშიც არ არის არასოდეს შეცდომა. თუმცა უკვე ოპონენტზე არის ბევრი რამე დამოკიდებული მან რა თქმა უნდა, ვისო თამაშებით. ეხლა ვიღაც ნიცე თამაშები შეიძლება ვალეტები არ დააფორბეთო. ან დააფორბეთო და მერე ფუშზე დაყარო ან რაღაც ეგეთი. ფლოპი მოდის აი საშინელი, ვალეტებით რასაც არ ვისურვებდით ეგეთი. ოპონენტი ჩეკავს, კი აგრესიის გაგრძელება ჩემი აზრით აუცილებელია ამ ფლოპზე, იმიტომ რომ ფორბეთის ქოლში ალბათ ოპონენტსა, მაგრამ არ ვიცი აი სიმართლე გითხრა არც ვიცი აი მე მგონი არა, მე მგონი დაჭეკვა ჯობია რა. ძალიან საიზღარი ფლოპია, უყურებ, ანუ გინდ
და არეიზე გინ დაჩეკე, ანუ ფლოპი მაინც ეს იდარჩება რა. ნუ კაი, გავედით ნახევარ პოტს დავუშვათ. ოპონენტს ახლა ფორბეთის კოლის რეინჯი ძალიან ბევრი ტულზი აქვს, რა თქმა უნდა. კოლავს. აი ეს თუ გადაგვარჩენდა რა. ეს თუ გადაგვარჩენდა და კი ბატონო, ხო? აი, ეგ არის რა. ესეთ ფლოპს რო ნახავ იმაში ვალეტებით, მე რავი რა უნდა ქნა კაცმა არის. შევა დაჩეკო უბრალოდ და დაანებო თავი მაგ ფლოპს რა. და ოპონენტიც არის ბევრი რამე დამოკიდებული. ვისე თამაშები. რანი თვაისი, ევროპა ბეცე ვახსენეთ, ავიდა რანი თვაისი, კი ბატონო. და ორივე რანი მოვიგეთ ისე. შვენიერი. გადასარევი. ისე ევროპა ბეცე. ევროპა ბეცე სტატისტიკა დაამატე ეს? სტატისტიკა ჩაშენებული ევროპა ბეცე, ეს არ ვიცოდი საერთოდ. ერთი ევროპა ბეცე შევიხეთ, რამდენი ხანი არ ყოფილა. VIP, preferred price, tribeti და aggression frequency. კი ბატონო, კი ბატონო. ნიტიო აწერია. ესე აწერს ტიპებს კიდე ნიტი. games 48 ჰენდი, ნუ 48 ჰენდი არ არის ახლა რეპრეზენტატული, კაცო ნიტი დააწერო მაგის გამო. პოსტლობ მაღალი აგრესია. კაიზო. ესე იგი ევროპაბეც ჩაშენებული სტატისტიკა ქონია, ეს ვაფშე არ ვიცოდი. კარგია, კარგია. მაგას მივესალმები ნამდვილად. ევროპაბეცი ადრე საერთოდ ჰოლდენ მენეჯერი მინდოდა და მე ჩვენი რასაც გაათიშე სადღაც ეგ შესაძლებლობა. ყოფილიყო რა, ყოფილიყო რას უშლიდა. ზოგადად ევროპაბეთი კარგი პოტენციალის რუმი იყო ყოველთვის თავისი სოფტიდან გამომდინარე. მე არ მიყვარს ეს სოფტი, სიმართლე რომ გითხრა, აი ვიზუალურად ეს ანიმაცია ძულს, აი ვერ აღვიქვამ ვაფშე რა. აი პოკერდომსაც იგივე აქვს, Tiger Gaming-ს ან Chico Poker-საც იგივე აქვს. მეგონი ევროპაბეთისგან წაიღეს, მაგრამ პირველი ევროპაბეთს ქონდა მეგონი ეს სოფტი. მე ვერ აღვიქვამ, მაგრამ ფუნქციონალის თვალსაზრისით მართლა კარგი სოფტია რა. ყველაფერი ანუ შეიძლება დაამატო მოვაკლო როგორც ჩანს, იმიტომ რომ რაც კი ახალია ხოლმე პოკერში, ინოვაცია, ევროპაბეთი პირდაპირ აკეთებს ხოლმე მაგის ინტეგრაციას რა. მაგრამ ექშენი არ არის, რა თქინდა რა. ექშენი უნდა იყოს. ექშენი კიდე რეკლამას მოაქვს რა. ალბათ ყველაზე ისეთი ექშენი მოაქვს რეკლამას რა. უნდა გაუწიო რეკლამა პოკერს და ხა დღესდღეობით ონლაინ კაზინოები რეკლამას უკეთებენ ძირითადად სლოტებს, ტოტალიზატორს რაღაც პოკერი და არავის არ აინტერესებს. მოდი აბა დარიგებასაც შევხედოთ ამასობაში. კი ბატონო, ნამდვილად გამართლებული ტრიბეთი. მივიღეთ კოლი, გავაწერეთ აგრესია. მივიღეთ თერნი გადასარევი, ცოტა უფრო დიდი საიზინგით გავაგრძელებდი აგრესიას თერზე. თერზე ზოგადად უპოზიციოთ აი ესეთი პატარა საიზინგები ხო მე საერთოდ არ მაქვს სიმართლე რომ თქვა რა. ნახევარი პოტიდან ზევით გავდივარ ხოლმე თერზე. მithumetes ახლა ესეთი კაი თერნიც დაგეცემა რა. და რივერი ჩეკი. რივერი ფუში აქვს. ფუში ყველა ვარიანტი. რატო ჩეკი? აქ რამდენი რაღაცა გიჩეკავს ოპონენტის რეინჯიდან. 7-იანი გაწყვილდა თან რა. რივერზე დაჩეკვას არ მივესალმები, ფუში იყო, მithumetes ახლა ფლეში. აი ეს ფლეში ჩორებად შეიძლება დაეჩეკა ოპონენტს. 7-იანი გაწყვილდა თან ისედაც დაბალი ფლეში ქონდა, ჩორებად შეიძლება დაეჩეკა. ფუში კიდე დაკოლავდა. გასაგები მაგან არ დაჩეკა, მაგრამ და ბოლო დარიგება დღეისათვის. სამი მთელი ერთი ბებე small blind-დან. სხვადასხვა რაღაცა ესეთი კრეატიული საიზინგია. ზოგადად ეხა სამი blind-ია სტანდარტი რა, მაგრამ აი რაღაცა პატარა სტამატება რა, თითქოს არაფერი, მაგრამ აი რაღაცა იმას იძლევა რა. ისიც არაფერს ეხა, მაგრამ აი რაღაც კრეატიული რაღაცა ესეთი. მე ესეთი რაღაცები არ მახასიათებს, მაგრამ მე რო ხედავ ხოლმე რაღაც თვალში ლამაზად ხდება. და რაღაც პატარა ცოტა უფრო შეიძლება რაღაცა იმას ფსიქოლოგიური ეფექტი ქონდეს, რომ ცოტა ხოლდექვითი ასე ვთქვათ მეტი იყოს რა, არ ვიცი. ეგ უკვე ისეთი ვარი, ეგ უკვე მაგას კაცშვილი ვერ გამოიგროს. კაი. ან რატო ვერა დიდ ბაზაზე შეიძლება ნახო. რაღაც აი ფონდებში და რაღაცა კიდევში ალიასებზე. ეხლა ნახე, ტრიბეთი 10-იანებით, გადასარევი, კოლი. აგვიქოლეს ტრიბეთი.
ნუ წეგან ვალეტების არ იყოს საშინელი ფლოპი მივიღეთ, საშინელი ვალეტის 10-იანებით. ჩეკის წინააღმდეგ ყველა ვარიანტი ჩვენ გახვიდი აქ, ხო, ანუ ტარიფული რაღაცა წამოიღო, იმიტომ რომ ბევრი დამაიქცია, ბევრი ვალეტიქსია რაღაცა ამის ტრიბეცის კოლის რეინჯში, რაც მინდა რომ ვანახო თერნი უფასოდ, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ აქ ძალიან ხშირად ოპონენტს ძალიან ბევრი ტუზიც აქვს, ძალიან ბევრი კაროლიც აქვს და სავარაუდოდ უკან ვართ რა 10-იანებით. ნუ ახლა როცა ესეთი თერნი მოდის გასაგებია 10-იანი, ყვავია 10-იანი, ტუზიქსი ყვავები ოპონენტს ეკნებოდა თავის რეინჯში რა თქმა უნდა და ფლეშებიც ეკნება, მაგრამ ნუ ახლა აქ 10-იანებით მაინც არაფერს არ გვეშინია, მაგრამ ამ სიტუაციაში მე მაინც პოზიციაში რა ხან ვარ დავქოლავდი რა, აღარ გავზდიდი, უბრალოდ დავქოლავდი და რივერს ვითამაშებდი. კი ბატონო, სწორია. ნუ რივერი მოვიდა ბლანკი და აი ამ სიტუაციაში უკვე 10-იანებით ფოლდი აღარ გვაქვს რა. კი, არის ოპონენტთან ფლეშები, მაგრამ არის ოპონენტთან კიდე ფლეშის ბლოკერები, რაღაცა ტუზიქსები თუ ზღვავით დაუშვათ რაღაც ეგეთები და ხო, რავი, არ ვიცი რა. ანუ ქოლია ყველა ვარიანტში. კი, ხანდახან ფლეშებთან წავაგებთ, მაგრამ ძალიან ხანდახან ძალიან ხშირად ხანდახან კი არა ტუზიქსებს მოუგებთ უბრალოდ და ეგ იქნება რა. და ოპონენტს უჭირავს ტუზ კაროლი. ეს ტრიბეცის ქოლი არ იყო, ამას ვიტყოდი, ხო, ანუ ოპონენტი ერჩინა რომ ფლოპზე ეთამაშა ფორბეთი. ქოლის ნაცვლად სხვადასხვა ფერის ტუზ კაროლით. სავარაუდოდ იგივე მოხდებოდა, ფორბეთი ალბათ 10-იანებით დაიქოლებოდა, თერნი ალბათ ან გაიჩეკებოდა ან რაღაცა და ეს 10-იანი მაინც მოვიდოდა სავარაუდოდ ანუ იდეაში იგივე მოხდებოდა, მაგრამ მაგაზე ხო არ ვფიქრობთ, ჩვენ ვფიქრობთ რომ რა არის ოპტიმალური პრეფლოპზე, მე მგონი. მოდი აი მაგას შევხედოთ ახლა solver-ში. ეს არის blind-ზე თამაში. small blind-ი, big blind-ი, ტრიბეთი და small blind-ი, სხვადასხვა ფერის ტუზ კაროლი 100% შემთხვევებში ორივე რა, სხვადასხვა ფერის და ერთი ფერის ტუზ კაროლი 100% შემთხვევებში არის ფორბეთი, 3% შემთხვევაში კიდე push. არა, 3% შემთხვევებში არა. 21 შემთხვევაში 100-დან. რაც ახლა დამეტანია. რაღაც სიხშირით solver-ი საერთოდ დაყრასაც განიხილავს. თუ რა არის? ნუ ესეთ რაღაცას მოდი ყურადღებას ნუ მივაქცევთ. არა. და დაყრას კი არ განიხილავს. ლიმპს განიხილავს რაღაც სიხშირით, ხო? ანუ რაღაცა ლიმპში გაუშვა, ნახე? რაღაც რაოდენობა თუ კაროლი ლიმპში გაუშვა. ხო, ნუ მაგას არ აქვს ნიშნობა. კარჩე ტუზ კაროლი ფორბეთი თუ პროგრამით თამაშობდა რა, მაგის მამინდა. ან დარიგების თავიდან არიდება, ალბათ ფორბეთით, აი ესეთი უცნაურობის თავიდან არიდება. ფორბეთებით უფრო შესაძლებელია. კარგი, საკმაოდ ცელი და საინტერესო ვიდეო გამოვიდა ჩემი აზრით. აქ დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ მაგიდებთან.